როგორ შევქმნათ live worksheet-ში არჩევით პასუხიანი დავალება. ამისათვის შევიდეთ ვებ-გვერდზე, გავიაროთ ავტორიზაცია, შემდეგ გამოგვიჩნდება ჩვენი სამუშაო სივრცე, ვაკლიკებთ My Dashboard და გადავდივართ სამუშაო სივრცეში. უნდა დავაკლიკოთ My Worksheets შექმნას, Create My Worksheets, სადაც გამოგვიჩნდება ველი, სადაც შეგვიძლია რომ ავტვირთოთ PDF-ი ან ნახატი, რაზეც უნდა შევასრულოთ შემდეგ დავალება. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ კომპიუტერიდან ჩვენი სამუშაო ფურცელი, Choose File, მე ავირჩევ რიცხვით სახელს და შევინახავ. ამის შემდეგ უკვე მოინიშნა ჩემი სამუშაო ფურცელი, რაზეც მინდა დავალების შექმნა. Insert Selected ვაკლიკებ და გამომიჩნდება უკვე სამუშაო ველში, რომ მინდა დავარედაქტირო ეს PDF-ი, ისე რომ გახდეს ინტერაქციული სამუშაო ფურცელი. ამისათვის პირველ რიგში უნდა ავწერო რა ტიპის დავალება, რიცხვითი სახელი, შემდეგ უნდა ავირჩიო ენა, მე ავირჩევ ქართულ ენას და შემდეგ მოსწავლისათვის უნდა დავწერო ინსტრუქცია, სადაც დავწერ მონიშნე სწორი პასუხი. მინდა თუ არა რომ გამოჩნდეს ჩამოტვირთოს დავუშვათ PDF-ის სახით, კი, ვანიჭებ და საჯარო რომ იყოს, კი. აქ უნდა ავირჩიოთ საგანი, ჩვენ გამოგვჭა. ქართული ენა არ არის, ამიტომ ვირჩევ ინგლისურს, სხვანაირად გამიწითლებს ვერც და არ მომცეს მუშაობის გაგრძელების საშუალებას. შემდეგ ვირჩევ საფეხურს, დაწყებითი, კლას, მეოთხე კლასი და შემიძლია მივუთითო ასევე გრამატიკა და უკვე ყველა ვერს, როდესაც შევავსებთ, უკვე შემიძლია გადავიდე ელემენტების დამატებაზე. რადგან მე მინდა შევქმნა მოსანიშნე დავალება, ამისათვის შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა ავირჩიო, აი აქ ჩამოთვლილი ინსტრუმენტებიდან და ვირჩევ მოსანიშნე, რომელიც checkboxes, გამოჩნდება ესეთი პატარა ღილაკი, რომელიც შემიძლია დავარედაქტირო, ანუ მივცე შესაბამისი ფორმა, ჩემთვის სასურველი ფორმა, ცოტა დავაპატარავ, ძალიან არ გაცდეს აი ამ ჩემს ასოგერებს, რაც მე მანამდე მქონდა მონიშნული და უკვე როდესაც მოვარგებ შესაბამის სივრცეს, მე უკვე უნდა შევიყვანო, როგორ მინდა გამომიჩნდეს ეს როგორც სწორი პასუხი თუ არასწორი პასუხი. ვირჩევ რომ ეს მინდა გამოჩნდეს როგორც არასწორი პასუხი და უკვე სათითაოდ აღარ მჭირდება ამის შექმნა, შემიძლია პირდაპირ დავაკოპირო და მეორე პასუხისთვისაც მივუთითო რომ ისიც იყოს არასწორი, ისევ ვაკოპირებ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ვეცვლი და ვუთითებ რომ აი მესამე მინდა რომ აღიქვას პლატფორმამ როგორც სწორი პასუხი, ამიტომ ეს ღილაკი გამწვანდება. ახლა ვაკოპირებ წითელ ღილაკებს და არასწორ პასუხებთან პირდაპირ ვათავსებ წითელ ღილაკებს, რომელია რიცხვი სახელის კითხვა. ხოლო სწორი პასუხისთვის დავაკოპირებ პირდაპირ მწვანე ღილაკს და ასე გავაგრძელებ ყველა შეკითხვის რედაქტირებას. ჩამოთვლისაგან რომელია რაოდენობით რიცხვი სახელი. მერჩევნებისთვის დავაკოპირებ წითელ ღილაკებს, რომელი არ არის რიცხვი სახელი. ავირჩევ ჯერ სწორ პასუხს, ხოლო დანარჩენს დავაკოპირებ წითელ ღილაკებს.
რამდენი რიცხვის სახელია წინადადებაში ქრისტოფერ კოლუმბი მე-14 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. აქაც ჯერ პასუხს დავაკოპირებ, ხოლო შემდეგ არასწორი პასუხებისთვის დავაკოპირებ ფელაკებს. სულ 5 კითხვიანი დავალება შევქმენი, ამით დავასრულე. ახლა უკვე უნდა შევინახო ეს და გადავხედო, რამდენად სწორად და გამართულად მუშაობს და როგორ გამოჩნდება ეს მოსწავლის, როგორ გამოჩნდება. თუ რამე არ მომწონს, აი აქ მაგალითად ცოტა ცდება ასობგერებს, შემიძლია მივუბრუნდე და გავაგრძელო რედაქტირება edit elements. ცოტა გავზარდო. ხო, პრინციპში სწორად მიჩანს, მაგრამ მაინც ცოტა გავზარდოთ, შეიძლება რამე შეიცვალოს. ну, კიდევ ერთხელ გადავხედოთ. გამოვწერთ აქაც, როგორ გამოჩნდება, ვნახოთ. ესე იგი, სხვა შემთხვევებში კარგია, როგორც ხედავთ, აი აქ რიცხვი მაქვს ძალიან მოწეული, რიცხვი და აი აქ რამდენიმე ადგილას, როგორც ჩანს, ძალიან მომიწია მოწევა, ამიტომ კიდევ შეიძლება რომ დავარედაქტიროთ კიდევ ერთხელ, რომ კაც გვაქვს გასასწორებელი. ბატონო, ერთხელ დავასწოროთ. უნდა შევნახოთ. ყველა სიტყვა ჩანს და უკვე შემიძლია რომ გადავიდე დავალების შესრულებაზე. მოვნიშნო პასუხები. და დავაკლიკო შემოწმებას. შევამოწმოთ.
შეგვეზოს და შემდეგ ავიდეთ ზემოთ ვნახოთ და როგორც ხედავთ, სწორი პასუხები აღნიშნული არის მწვანე ფერით და ყველა პასუხი ჩართულია სწორად. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაგენერიროთ ლინკი, custom link და აი აქედან დავაკოპიროთ ლინკი და ჩავხსნათ ჩვენთვის სასურველ სივრცეში. მადლობა ყურადღებისთვის.